საკრებულომ საატესტაციო კომისიის დებულება დაამტკიცა 33 მომხრე 6-ის წინააღმდეგ ატესტაციის ჩატარებას ოპოზიციამ მხარს არ უჭერს და ამის მიზეზად გუშინ გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერებს ასახელებენ. ნაციონალური მოძრაობა ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ითხოვს, უმრავლესობა კი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მერიაში ატესტაცია სავალდებულოა. გუშინ მერიიდან გათავისუფლებულმა ერთ-ერთმა ადამიანმა აუდიო ჩანაწერები გამოაქვეყნა და ამტკიცებდა, რომ მასზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ერთმანეთს უმრავლესობის წარმომადგენელი ჯაბა სამუშია და ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე დაუპირისპირდნენ. ასეთ პირობებში, როდესაც ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას და დანაშაულს, იგი უნდა იყოს გამოძიებული შესაბამისი ორგანოების მიერ, სხვა შემთხვევაში ატესტაციის ჩატარებას აზრი არ აქვს, ვინაიდან სწორედ ასე განვითარდება ეს ატესტაცია. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, როდესაც არ ეძლევა თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, სწორედ ეს არის ის გასაოცარი დემოკრატია, რომელსაც თქვენ დაპირდით მოსახლეობას და რომელთაც მართლაც გააოცეთ ევროპა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სარეზოლუციო დასკვნაში აისახა. გქონდეთ მომჩივანი ადამიანები. აქედან გამომდინარე ძალიან გთხოვთ, კბილები გამოირეცხეთ ყველამ, ვინც დღევანდელ ხელისუფლებაზე რამე აუგს იტყვით ქალაქის ხელისუფლებაზე. თუ შეიძლება არ ერთი წუთი. პრეტენზიები როცა იქნება განვიხილავთ, პირში წყალის გამოგებულს არავინ არ აპირებს და აქ დემოკრატია და არავინ არ გეუბნებათ იმან განსხვავებული პოზიციები. არ გამოთქვათ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა. დასუფთავების სამსახურში აღმოჩნდა რამდენიმე ასეულობით ადამიანი იმ პოზიციაზე დასაქმებული, რა პოზიციაზეც არ უნდა ყოფილიყვნენ. გაინტერესებთ რატომ წამოვიდა? იმიტომ რომ იყო ბევრი შეკითხვა სამოთაყოლეო საბჭოებთან მიმართებაში. გაინტერესებთ განვითარების ფონდში, პარალელურ რეჟიმში მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ეკავათ მაღალი თანამდებობები და დავამთავრებ ბატონო ირაკლი, სწორედ რომ თქვენ მდგომ ორგანოებში ყავდათ უამრავი ასობით ადამიანი დასაქმებული თქვენი აქტივისტი, არა პროფესიონალები და მით უმეტეს მერიაში ხომ გეყოლებოდათ. ამიტომაც მარტივად ვთქვათ, ჩვენ იმისათვის რომ საქმე ვაკეთოთ, ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები იყვნენ თბილისის მერიაში.